მეგატივი ნიჭიერ საყვარელ და მხიარულ ბავშვებს ნატა სამუშიასა და ვახო კაკაბაძეს გაგაცნობთ. ნატა 5 წლისაა, ვახო კი 4-ის. ორივე ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში სწავლობს. ნატა და ვახო დუეტში მღერიან. მე ვარ ვახო კაკაბაძე 4 წლის და მე დავდივარ მუსიკაში, ჭადრაკში და ტანვარჯიშზე. მუსიკაში დედამ შემიყვანა პირველად ახალგაზრდულ ცენტრში. მე ბაღში დავდივარ და თამაშობ დედას შვილობანას. და მუსიკა რო გიყვარს ის მითხარი? ძალიან მიყვარს. ძალიან გიყვარს მუსიკა? კიდე შპაგატები ვიცი, ხიდები, სანთლები და კიდე რა ვიცი. ნიჭიერი პატარების ინტერესებსა და ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს. ხშირად გამოდიან კონცერტებზე, აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში. ჩვენ სახალხო კონცერტი გქონდა ოპერაში, ოპერის თეატრში და მე და ნატა მიმღერეთ. და მერე ეკა მამალაძე და ბაბლინა და ჩავახუტე და ფოტოები გადავიღე და ბერმა ბავშვებმა დამიკრას ფოტოში და ხოტაში. ირინა მასწავლებელი მომზადებდა კონცერტისთვის. ერთი სიმღერა იმღერეთ მარტო? არა, სამი. აბა მითხარი რომელი სამი სიმღერა? წვიმ მოდის და თოვლი ფიფქებისგან იღება. კითხვაზე თუ რა უნდა გამოვიდეს ცოტა დაფიქრების შემდეგ ვახო გაბედულად გვპასუხობს. ჯარისკაცი. რატომ გინდა ჯარისკაცი გამოვიდეს? რატომ და სამხედროში რო წავიდე. ჯარისკაცის დასაცველების სახში. მართლა? ხო. და სამშობლო უნდა დაიცვა? ხო. კი ხო, გიყვარს შენი სამშობლო? კი. მომავალ ჯარისკაცს კოსმონავტობა და ექიმობა სურს. თუ რატომ თავად მოგიყვებათ? იმიტომ რომ ფეხბურთელები რო წაიქცევიან და ფეხი რო ეთკიდება, უნდა გადავიღო ბინტით. კიდე. კოსმონავტი. კოსმონავტი რატომ? იმიტომ რომ დედამიწასთან ხარ რომ მივახო, უნდა გადავარჩინო დედამიწა. უნდა ავფრინდე რაკეტით. ვახოსგან განსხვავებით ნატა კამერებთან მორცხვი აღმოჩნდა, თუმცა ნიჭიერების ნაკლებობას არც ის განიცდის. ჩემი მეგობარი ნატა არის ყველაზე ჭკვიანი, კარგი და ცოტა ჯიუტი. რატო ჯიუტი? რაში გამოიხატება ხოლმე? დარბის. ველაპარაკება? ხო. ვახო კაკაბაძე და ნატალი სამუშია ჩაირიცხნენ ახალგაზრდულ ცენტრში 2018 წლის სასწავლო წლიდან. ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული მონაცემებით, მუსიკალური მონაცემებით, რაც შეიძლება შეფასდეს, აი, სმენა, რიტმი, მეხსიერება და ასე შემდეგ. არიან ძალიან ლაღები, ძალიან როგორ თქვა ჭკვიანები და ახალგაზრდული ცენტრი ცდილობს მათი შესაძლებლობები გამოიყენოს მაქსიმალურად და ჩვენ მზადა ვართ მათი წარმატებებისათვის ყველაფერი გავაკეთოთ. ნიჭიერ პატარებს მომავალში დიდი გეგმები აქვთ და მეგატივის წარმატებებს უსურვებს მათ. ქეთი გელაშვილი ტელეკომპანია მეგატივისთვის.